გეიჯი ჩემი მეგობარია და ურჩევ ილიასთან ასე არ მოიქცეს. ილია ესეთი ტიპია, მასთან ეგეთი რამეები არ გამოგივა, გესმის, ის საშინად ძლიერად უსყავს. გეიჯი ყველამ ჩამოწერა, მაგრამ ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რომ მისი ასე ადვილად ჩამოწერა არ შეიძლება. არ ვიცი, რაღაც წინათ გრძნობა მაქვს, რომ გეიჯიმ შეიძლება ყველა გააოცოს. მოგეხსენებათ, ეს ბრძოლა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერის დანუკაუტება. გეიჯის საქმე იმაზე ცუდად იქნება, ვიდრე გგონიათ. ილია, მართლა გეუბნებით, საშინად საშიშია. ას კი მგონია, რომ ისინი საერთოდაც ეს დონეზე არიან. ილიასთან ერთად ბევრი მივარჯიშია, ჯერ კიდევ მისი პირველი UFC-ს ბრძოლიდან მოყოლებული. მაშინ ვამბობდი, ეს ბიჭი ჩემპიონი გახდება მეთქი. გეუბნებით, ილია გეიჯის დაამარცხებს. არმან, შენ უკვე არაერთხელ მიგვანიშნა, რომ გეიჯი თოფურიას წინააღმდეგ შენთვის სასურველი წყვილი არ არის, რადგან შენ გინდა ბრძოლა. რაც შევას მისცემდი გეიჯის, რომ ილიასთან უფრო კარგად გამოიყურებოდეს. მე მას ვეტყოდი, ჯასტინ, მომზადების პროცესში ერთი ნაბიჯით გვერდზე გაიწიე, გზა დამითმე. შემიშვი ამ ბრძოლაში, მე წავათმევ ილიას ტიტულს, მერე შენ გებრძოლები. თოფურია და გეიჯი მზად არიან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ UFC-ს ყველაზე მეტად მოლოდინით სავსე ქარდზე, თეთრ სახლში. თოფურია პირველად დაიცავს ქამას, ხოლო გეიჯის კარიერის დასრულება UFC-ს ჩემპიონის როლში სურს. დიახ, ეს სიმართლეა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მსუბუქი წონის ტიტულისთვის იბრძოლებს. გეიჯიმ თავისი ქამარი 24 იანვარს მოიპოვა. ილია კი ის ადამიანია, ვინც ტიტული გასული წლის ივნისში დაისაკუთრა. ახლა ის ბრუნდება, რათა თეთრი სახლის ქარდზე მთავარ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ესპანეთის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ივნისში. ეს არის საღამოს მთავარი ბრძოლა. გეიჯი ამ ბრძოლას სიამაყეთა და დიდი ემოციებით შეხვდა. მან ამ ბრძოლის ოფიციალურ გამოცხადებას დაუჯერებელი გამოცდილება უწოდა. საოცარი გრძნობა, სიმართლე გითხრათ, სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი კიდეც, რომ ეს მოხდებოდა. ახლა თითქმის ვტირი, თუმცა თავს ვიკავებ, უბრალოდ ძალიან ვამაყობ. ილია თოფურიამ თეთრი სახლის ბრძოლის წინ ჯასტინ გეიჯის მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. მან აღნიშნა, რომ მისი მიზანი მეტოქეების დამცირება არ არის. თოფურიამ გააფრთხილა გეიჯი, რომ ბრძოლა ძალიან სწრაფად დასრულდება. ჯასტინ, შევხვდები თეთრ სახლში. მე ესეთი ადამიანი არ ვარ, ვინც ხვევს ამცირებს. ყველაფერი სწრაფად მოხდება და როცა გაიღვიძებ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება. მეორეს მხრივ ჯასტინ გეიჯი მკაფიოდ განაცხადა, რომ აპირებს ილია თოფურიას დანუკაუტებას. რა მოხდება შემდეგ? ილია თოფურია თეთრ სახლში. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. წარმოიდგინეთ, გამოდიხარ ოვალური კაბინეტიდან პირდაპირ ოქტაგონზე, მხრებზე დროშა გაქვს მოგდებული. ეს იქნება საოცარი სანახაობა. ფიქრობ, ჩვენ ვიქნებით საღამოს მთავარი ბრძოლა, ეს ცხოვრებაში ერთხელ მოსახდენი ამბავია. თუმცა შესაძლოა ეს იყოს co-main event-ი, მათ სურს თქვან, აქ არის კაცი, რომელსაც არასდროს ჰქონია ცუდი ბრძოლა. ეს თავისთავად დიდი სატყუა რა მაყურებლისთვის. და ვინ იქნება მათ გარდა? მაკგრეგორი ბევრს ლაპარაკობს. თუ ეს მაკგრეგორი იქნება, მაშინ ის მე დამეჯახება და ჩვენს ბრძოლას შურის მაძიებლებს დაარქმევენ. თუ ის არ დაბრუნდება, მას ქამას ჩამოათმევენ. მე გავხდები უდავოდ ჩემპიონი. მაკგრეგორი კი ეჭყბოს ვისაც უნდა. ეს სრულიად საკმარისი იქნება. გეიჯიმ გაამხილა, რომ თავიდან მას უთხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ იჭხუბებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მაინც იქნებოდა ქარდის ერთ-ერთი მთავარი სახე. 2 დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ თეთრ სახლში არ ვიჭხუბებდი. მე კი ვიფიქრე, ვაუ, მართლა? კარგი მეთქი. გუშინ კი ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ შეიძლება ისევ მეჭხუბა თეთრ სახლში. მე გაოცებული ვიყავი, როგორც შეიძლება ასე 180 გრადუსით შემოვლონდეს სიტუაცია. დღეს კი გავიგე, რომ ოფიციალურად მთავარ ქარდზე ვარ. ეს არავინ იცოდა, მებრძოლებმაც კი ბოლო მომენტამდე. ცარუკიანმა თოფურიასა და გეიჯის მომავალ ბრძოლას დროის ფუჭიკარ გვაუწოდა. ცარუკიანი ამტკიცეს, რომ გეიჯის გამარჯვების რეალური შანსი არ აქვს. ილია ჯასტინის წინააღმდეგ კარგი ბრძოლაა, მაგრამ ჯასტინს შანსი არ აქვს. ილიას ბევრად უკეთესი კრივი აქვს და ვფიქრობ, მას ნოკაუტში ჩააგდებს. ისინი უბრალოდ დროს კარგავენ, ჩემს დროს კარგავენ. ილია მე უნდა დამიყენონ, მე მას ქამას წავათმევ. ეს ჩემთვის იოლი ფული იქნება. ჩარლზ ოლივეირას ჯერა, რომ ილია თოფურიას აბსოლუტურად ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ჯასტინ გეიჯი თეთრი სახლის ტურნირზე დაანოკაუტოს. მეტიც ოლივეირა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს თოფურია კიდევ უფრო ზემოთ ავა, რათა ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდეს მესამე ქამრისთვის. აი რას ამბობს ოლივეირა. ფიქრობ, ილია თოფურიას ყველა შანსი აქვს გეიჯის დასანოკაუტებლად.
და წლის ბოლოს კი ის ისლამ მახაჩებთან საჩუქრად დავა ქამალზე. თავის მხრივ ჯასტინ გეიჯიმ ილიასთან ბრძოლის შესაძლებლობა განიხილა და აღიარა, რომ ამ არაპროგნოზირებად სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის ენდობა საკუთარ ძალას და იმ საფრთხეს, რომელიც ყოველ გაცვლაში მოაქვს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გიჟურია ეს სპორტი და ვიცი თუ რამდენი არაპროგნოზირებადი რამ მომხდარა, ნამდვილად შემიძლია ილია თოფურიას დანოკაუტება პირდაპირ თეთრი სახლის გაზონზე. საიდან ვიცი? იმიტომ რომ ვიცი რამდენად გიჟურია ეს თამაში, ვიცი რა ძალას ვფლობ, ვიცი ჩემი უნარები. რა თქმა უნდა, მასაც შეუძლია დამანოკაუტოს, მაგრამ ამის გაგების სხვა გზა არ არსებობს. მე უბრალოდ ეს შანსი მჭირდება. თუ მე ამას შევძლებ და ჩემპიონი გავხდები, ეს იქნება საუკეთესო სცენარი, რაც კიდევ მე დაწერილა. მაშინ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი 100% სიმულაციაა. იმდენად გიჟური იქნება ეს ყველაფერი. გეიჯის ასე მარტივად ჩამოწერა არ შეიძლება, მას ნამდვილად აქვს შანსი. დასაკარგი არაფერი აქვს, ის ამ ბრძოლას უყურებს როგორც შესაძლებლობას, სადაც წაგებაზე მეტად მოსაგები აქვს. იმაზე უელსად ხომებს წააგებს, როგორც ეს მაქსმა ან ჩარლზმა გააკეთეს, მას შეუძლია გავიდეს და დაანოკაუტოს ილია. ჯასტინი ძალიან მაგარია, ეგრეთ წოდებულ ბინძურ დარტყმით სტილში, იქნება ეს ბინძური კრივი თუ კიკბოქსინგი, რაც გნებავთ ის დაარქვით, ეს სტილი აბნევს კარგ სტრაიკერებსაც კი. შეხედეთ მის ბრძოლას ფაზიევთან. ფაზიევი ძალიან სუფთა და ტექნიკური მებრძოლია. როცა ის ხოს ხდება ეს ლამაზი ტექნიკური სანახაობა, მაგრამ გეიჯისთან ბრძოლა ეს იყო უბრალოდ ბინძური ჩხუბი, ეს იმიტომ ხდება, რომ ჯასტინს შეუძლია აგიყოლიოს თავის სტილში. შეიძლება ეს შენთვის უშნოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ სწორედ ასეთ ბრძოლას სურს ჯასტინს. თუ მან ეს ფაზიევთან შეძლო, ვფიქრობ, შესაძლოა ილიასთანაც გამოუვიდეს. ამიტომ მგონია, რომ ეს ბრძოლა იმაზე თანაბარი იქნება, ვიდრე ხალხს ჰგონია. It may look ugly to you, but that's how Justin wants to fight. And if he was able to do that with Rafael Fiziev, I think he could possibly do it with Ilya as well. So I think the fight might be closer than people expect, is the way I would put it. MMA გურუმაც დააფიქსირა თავისი აზრი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. მისი ვარაუდით, გეიჯი შესაძლოა ამ ბრძოლაში აუტსაიდერი აღმოჩნდეს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მოლოდინისა, რომ ამერიკელი მებრძოლი უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, თოფურიას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამარჯვების მოსაპოვებლად. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკელები არასოდეს დაუშვებენ თავისი მებრძოლის მარცხს თეთრი სახლის მთავარ ბრძოლაში, მაგრამ მე გეუბნები, თვალ ჯასტინ გეიჯი ილიასთან დამარცხდება. თუ ილია მას შეძლებს, ეს იქნება საოცრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებ, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და თოფურიას 10 მილიონი გადაუხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო არენაზე კარგად გამოეჩინა. რატომ? იმიტომ რომ გეიჯი ნამდვილად ამერიკელია. ის წითელ-თეთრ და ლურჯ სისხლძღვრის ძმაო. ის ერთადერთი ამერიკელია, ვინც საერთო ტიტულისთვის ბრძოლის კონტექსტში განიხილება შონ ომალის გარდა, რომელზეც მაინც ბევრს წუწუნებენ. ჯონ ჯონსი აღარ დაბრუნდება. თოფურია გეიჯი უმაღლესი ბრძოლაა. იდეალური მეინ ივენთი ამ ქარდისთვის, თუმცა კომეინი უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ილია თოფურია მაინც მოიგებს. თუმცა პედი ბადი პიბლეტს ჯერა, რომ ჯასტინ გეიჯის მაინც შეუძლია მოულოდნელი გამარჯვების მოპოვება ილიას წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ბევრმა გეიჯი უკვე ჩამოწერა, მაგრამ ისეთი არაპროგნოზირებადი სპორტი, როგორც MMA-ია, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პიბლეტმა დაამატა, რომ ასეთი მაღალი დონის სცენაზე ბრძოლა პრეზიდენტისა და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გეიჯს დამატებით მოტივაციას მისცემს. ახლა კი ჩემი ორი მეგობარი მთავარ ბრძოლაში, ილია ჯასტინის წინააღმდეგ. ილიამ თქვა, რომ ამ დროს დაბრუნდებოდა და ივნისი მისთვის იდეალურია. ჯასტინმა ჯერ კიდევ ჩემთან ჩხუბის დროს მითხრა, რომ ჩემი დამარცხება და მე თეთრ სახლში ჩხუბი უნდოდა და მან ეს გააკეთა. ეს ნამდვილად იქნება, ისინი გამოვლენ და ერთმანეთს თავებს წააცლიან. ყველამ ჩამოწერა ჯასტინი, მაგრამ ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რომ მისი ასე ადვილად ჩამოწერა არ შეიძლება. მაქვს ეჭვი, რომ ჯასტინმა შეიძლება მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვოს და ყველა გააოცოს. ეს ბრძოლაა და ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერის დამარცხება თეთრ სახლში. მას ალბათ უფრო მეტი მოტივაცია იქნება, რადგან საკუთარი პრეზიდენტისა და ქვეყნის წინაშე ჩხუბობს. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ბრძოლას მთელი დივიზიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მეც ყურადღებით დავაკვირდები, თუმცა ჩემს მომავალ მეტოქეზე ვიქნები ფოკუსირებული. ხორხე მასვიდალმა განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა შესაძლოა ჯასტინ გეიჯის კარიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. გეიჯი ბოლო ბრძოლაში ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ აც ფენომენალური ყოფილა.
მე ვისიამოვნე ამ ბრძოლით, თუმცა ტექნიკის მხრივ ეს უფრო ბარის ჭუბს გავდა. რამდენჯერმე დააგდო კიდეც მეტოქი, რაც მართლა გიჟურის სანახავი იყო, მაგრამ მეგობრებო, ვფიქრობ ილია გეიჯის კიდევ უფრო უარეს უზამს. სიმართლე გითხრათ, ეს საშიშიც გია. ილია სულ სხვა დონეზეა, მასთან ერთად ბევრი მივარჯიშია. ჯერ კიდევ მისი პირველი UFC-ს ბრძოლიდან მოყოლებული და მაშინ ვამობდი, ეს ბიჭი ჩემპიონი გახდება მეთქი. გეუბნებით, ის გეიჯის ისე სემს, რომ პენსიაზე გაუშვებს. იმ დღეს ჯასტინი ჰომერ სიმპსონს დაემსგავსება და ბრძოლას აღარასოდეს დაუბრუნდება. ის ოქტაგონიდან ფეხზე მდგომი ვერ გამოვა. ილია მას უბრალოდ გააბრტყელებს. იქნება თუ არა ესეთივე სიტუაცია, როცა ოქტაგონის ცენტრში დგებიან და ერთმანეთს მუშტებს უშვებენ, როგორც გეიჯიმ და ჰოლოვეიმ ქნეს. გეიჯი ჩემი მეგობარია და მინდა უთხრა, არ გააკეთო ეს ილიასთან. მასთან ასე ვერ იჭუბებ, ის საშინად ძლიერად უსწავს. გახსოვს მისი და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა? სანამ ჩარლზი მიწაზე დაენასხებობდა, მას უკვე ეძინა. ილიამ ვარდნის პროცესში კიდევ 2-3 დაწყვის მიყენება მოასწრო. ჯერ მარჯვენა მოხვდა, ჩარლზი გაითიშა და უკან გადავარდა. ამ დროს კი ილიამ ჰაერშივე აპერკოტი და კიდევ ერთი მარჯვენა მიაყოლა. ზოგიერთი მებრძოლი ელოდება, როდის დაეცემა მეტოქე და რეფერი გააჩერებს, მაგრამ ილია ის მაშინვე ზემოდან გახტება და კიდევ რამდენიმეს დაგაჭედებს. მოსჩა ყველაფერი დასრულებულია. ჰენრის ეხუნდოდა კამარო უსმანმა ილია თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირებაზე იმსჯელეს. მათ აღნიშნეს, რომ გეიჯის მოუწევს ჩოულის სტილის შეცვლა და ადაპტაცია, რადგან თოფურია მასზე დაბალია, თუმცა უმაღლესი დონის უნარებს ფლობს და ბრძოლის ტემპს საოცარი სიზუსტით აკონტროლებს. ორივე ჩემპიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეიჯი მკაცრად უნდა მიყვეს დეტალურ გეგმას და ბრძოლის მსვლელობისას ჭკვიანური ცვლილებები შეიტანოს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ბრძოლა განსაკუთრებით საინტერესოა. გაოცებული ვარ, რომ ყველა ასე ვფიქრობთ, მაგრამ როცა ჯასტინ ილიას დაუპირისპირდება, ეს უცხო რამ იქნება. მათ მოუწევს სპეციალური ბრძოლის გეგმის მომზადება, კონკრეტულად ილიასთვის. მის წინააღმდეგ მომზადება მათაც ინტრიგებით სავსე და რთული პროცესი იქნება. მაიკლ ბისპინგმა შეაქო ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას დაპირისპირება მსოფლიო წონის ტიტულისთვის. გეიჯი თოფურიას წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ეს უმაგრესი ბრძოლაა. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც უნდა შედგეს, რადგან სპორტული პრინციპი ასე მოითხოვს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ შესაძლოა ჩარლზ ოლივეირა ან ჰოლოვეის მიიღოთ შანსი. შესაძლოა მათ რომ კარგი გამოსვლა ეჩვენებინათ, ასეც მომხდარიყო. სიმართლე გითხრათ, ოლივეირა მართლა შთამბეჭდავი იყო და დომინანტურად მოიგო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი რიგს ვერ გადაახტებიან. აზრი არ აქვს მათ ბრძოლას ილიასთან, რადგან თოფურიამ ორივე უკვე დაანოკაუტა. ასე რომ მათი რემატჩი ახლა უბრალოდ უაზრობა იქნებოდა. გეიჯი ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯია. ლეგენდარულმა დემეტრიუს ჯონსონმა ილია თოფურიას გამარჯვება და ჯასტინ გეიჯის დანოკაუტება იწინასწარმეტყველა. ვფიქრობ, ილია მას დაანოკაუტებს. უბრალოდ კარიერაში ამდენი ნოკდაუნის შემდეგ ისეთი სტრაიკერთან დაპირისპირება, როგორც ილიაა, ძალიან რთული იქნება. ის შესანიშნავი მოჭიდავია, აქვს უძლიერესი ნიკაბი და მზად არის თავად გარისკოს, რათა თავისი დარტყმა მიაყენოს მეტოქეს. და აქ საუბარი მხოლოდ სახეში დარტყმებზე არ არის. ილია კორპუსშიც კარგად მუშაობს, რაც ამ ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. და აქვე არ დაგავიწყდეთ ახლის გამოწერა მეტი საინტერესო სიახლისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.